დიდიო ხელი ფილმია რაჟდენ კუპრაშვილი. სახელის ისეთი აქვს. ცოტა ბოლშევიკური მეთქი ასე ვიტყვი, რაჟდენი. არა, რას ვერ შეეხლა მის მშობლებს დაარქვეს რაჟდენი, კარგია, რაც უდროთ ის დაარქვეს. მაგრამ ხელი კია, ბატონი რაჟდენი. იმხანად 2012 წლამდე, 2012-2013 წლამდე პრეზიდენტ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ვინც აკრიტიკებდა ქართულ ოცნებაში პორტირებულმა რაჟდენ კუპრაშვილმა ახლა მათი დევნა დაიწყო. ქართული ოცნების ვინმე მომხრე იტყვის, რომ მართებულადაც იქცევაო, აბარაო, ქართულ ოცნებას ვინც აკრიტიკებს, უკლებლივ ყველა სადევნი და მისა რეპრესიებელი არისო, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემო-კარგებო, გააჩნია ვისგან. ახლა მე წარმოგიდგენ შესაძლოა სრულ სიუჟეტს არა, მაგრამ აი სიუჟეტის ნაწილს კი თავის საკადრო ტექსტით, რომელიც სწორედაც რომ რაჟდენ კუპრაშვილს ეხება. რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც ახლა ქოცთა შორის ქოცია, ხოლო ადრე, მოდი მაინც ასე ვთქვათ, ნაცთა შორის ნაცი იყო. მიხეილ სააკაშვილს ეს პრობლემა რეალურად ჰქონდა მან, გარდა იმისა, რომ შემოიკრიბა, გარდა პრინციპული პირებისა, ვინც შემოიკრიბა თავის გარშემო, უპრინციპოებიც უხვად შემოიკრიბა და აი იმგვარები უკვე შემდგომ რატო უნდა გაგახსენდეს ახლა ღვთაებრივი კომედია, ხო, რატო უნდა გაგახსენდეს, მაგრამ დანტე ალიგიერი, ხო, მაგრამ აი იქ სამი მოღალატეა და ხო, მეოთხე მეხუთე ღვთაებრივ კომედიაში არის დანტე ალიგიერისთან არის სამი დიდი მოღალატე და ესენი კი მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მესხრე, მეათე, მე-11, მე-12, 100, მე-17, 118 მოღალატენი კი არიან. მოусმინოთ ახლა სოფო ვარდიაშვილს, მერე სიუჟეტის ნაწილსაც მოусმინოთ თუ გნებავთ, ან შევწყვიტოთ, არ ვიცი და რაჟდენ კუპრაშვილზეა, რაჟდენიკოზე. აკეთებდა რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წლამდე. მის მაშინდელ საქმიანობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ირკვევა, რომ ახლა ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ინსტრუმენტის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, წინა ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დიდი გულშემატკივარი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ეს ჩანს მისი საჯარო პოსტებიდან Facebook-ში, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე აქვს გამოქვეყნებული. სააკაშვილი პროექტის პრეზენტაციაზე, სააკაშვილი ობიექტის გახსნაზე, ვენახის შეწამვლისას ასეთია პოსტების ნაწილი. ყველაზე უფრო თავგადაკლულ ფანებს მიხეილ სააკაშვილის და სააკაშვილი ვენახში, სააკაშვილი რაღაცა ობიექტის გახსნაზე, სააკაშვილი აქ თუ სააკაშვილი იქ არ გამოუქვეყნებიათ გარწმუნებთ. აი რაჟდენ კუპრაშვილს ოღონდაც კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბოდიშებს ხადია. თქვენს გიბოდიშებთ, მაგრამ კულტურულად თქვა, ოღონდაც კი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას შეემჩნია იმხანად პატარა რაჟდენიკო, ვენახში როგორ დადიოდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იმ ფოტოებსაც კი აქვეყნებდა. კითხვა მაქვს მხოლოდ და მხოლოდ, როცა ქართულ ოცნებასთან მივიდა და უფრო უხეში შემიძლია ვიყო მიეტენა უკაცრავად სიტყვიზა, რა დარწაშალა რაჟდენიკო კუპრაშვილმა, თუ ვერ წაშალა, თუ აღარ ახსოვდა ფოტოები, რომლებიც დაადასტურებდა, კი არა, ადასტურებდა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის თავგადაკლული ფანი იყო აქ. რომლებსაც კუპრაშვილი აზიარებდა, მის Facebook-ზე კიდევ იძებნება მათი ნაწილი კი წაშლილია. წაუშლია ნაწილი. ყველაფერი ვერ მოასწრო. 2012 წლამდე თუ ახლა, როცა მისი განწყობები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ირაკლი კობახიძის მითითებით იცვლება. თუმცა ბახუტაშვილი აგრძელებს თემას, ის გვერდება პირდაპირ. მუსიკოს მოусმინოთ და ივანიშვილის მთავარი დამსჯელი გახდებოდა 13 წლის წინ რაჟდენ კუპრაშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილის პოპულარიზაციით იყო დაკავებული. ძალიან კარგი დასაწყისია, მე ვაქებ ჩემს ახალგაზრდა კოლეგასა და მეგობარს, ვიდრე ივანიშვილის მთავარი დამსჯელი გახდებოდა, ასე იწყებს ნუცა ბახუტაშვილი თავის სიუჟეტს, თავის ჩართვას, თავის ტექსტს და მე აგრძელებს, მე შევაქებ, ამასობაში შევაქოთ, უნდა ახალგაზრდები, აბა ჩვენ ადრე თუ გვიან კი არა საკმაოდ მალე მოგვიწევს ხელთათმანების ლურსმნებზე დაკიდება და ნუცასი და არა მხოლოდ ნუცასია, რასაკვირველია მომავალი
ქართული დამოუკიდებელ საქართველოში ქართული ჟურნალისტიკისა. 2012 წელზე, როცა ივანიშვილი ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძოდა, ამ დროს კი კუპრაშვილს არათუ სჯეროდა მისი, არამედ მოქმედი ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. ამას სოციალურ ქსელში მის მიერვე გავრცელებული პოსტები მოწმობს. სიუჟეტები მიხეილ სააკაშვილზე, სააკაშვილის ოჯახური ფოტოები და ფოტოები ვენახებიდან. ეს პოსტები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირად Facebook გვერდზე ჯერ კიდევ იძებნება. თუმცა კუპრაშვილმა ისე რომ ძველი პოსტები არც კი წაშალა, პოლიტიკური გემოვნება მალევე შეიცვალა. და განა მხოლოდ კუპრაშვილმა მეგობრებო. ახლა მაჟორიტარული წესით არჩევნები აღარ არის, მაგრამ აი ყოფილი მაჟორიტარები, ამა თუ იმ რაიონის, რეგიონის ოლიგარქ გუბერნატორები, რამდენი არიან ამ 99 დეპუტატში, იმ 99 დეპუტატში, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოში. არ ვიცი, არ მომითვლია რამდენი, მაგრამ ბარე 20-25 მაინც იქნება. მინი ოლიგარქები ტენდერებს რომ იგებენ, არა, კუპრაშვილს ტენდერი არ მოუგია. უბრალოდ ბევრი მათგანი თუ ყველა არა, იმ ხანად 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის თავგადაკლული ფანი იყო და წინა ხელისუფლებისა და ისკუპეს 2012-2013 წლებში ბიზინა ივანიშვილთან, სადაც თბილად, სადაც უსაფრთხოდ არიან. ამგვარი უპრინციპოების შემოკრების დიდოსტატები არიან იყო მიხეილ სააკაშვილი და არის ბიზინა ივანიშვილი. მხოლოდ და მხოლოდ ერთგულებაზეა დაფუძნებული მათი ამ ოლიგარქების, მინი ოლიგარქების და კიდე რაჟდენიკო კუპრაშვილის და სხვების პოლიტიკური მოღვაწეობა ბრჭყალებში. განვაგრძოთ ნუცას მოსმენა. ზუსტად ერთ კვირაში მან ოცნების მხარდამჭერი პოსტების გავრცელება დაიწყო. როდის იყო გულწრფელი და სინამდვილეში ვისი პოლიტიკა მოსწონს კუპრაშვილს, შესაძლოა ეს დაზუსტებით არც ივანიშვილის პარტია მიცოდეს, მაგრამ ფაქტია, საკუთარი კრიტიკოსების განადგურების ოპერაცია ოლიგარქმა სწორედ კუპრაშვილს ჩააბარა, რომელიც ახლა იცით, რატომ ჩააბარა? სწორედაც რომ კუპრაშვილს და კუპრაშვილებს, ამგვარ ტიპებს, კუპრაშვილებს კი არა, ამგვარ ტიპებს გულისხმობ, რატო აბარებენ, იცით? იმიტომ რომ იციან ესენი ამგვარი უპრინციპო პირები უკლებლივ ყველაფერზე არიან. წამსვლელები რაზე არიანო? წამსვლელებიო, თქვენ მე მკითხავთ და მე გიპასუხებთ ერთ-ერთი ამბავი, რაც არის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ განცხადებას იმით თაობაზე, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ აამოქმედა რუსული კანონიკი არა, კანონები. ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონი, ეს არის ეგრეთ წოდებული ქართული ფარა აგენტების შესახებ კანონი, ეს არის უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბჭოთა არა, პოსტსაბჭოთა რუსეთის ყველაზე უფრო მანკიერ ქმედებებს იმეორებს პრაქტიკულად ერთში მამუკა მდინარაძისა და შალბაია პაპუაშვილისა და რაჟდენიკო კუპრაშვილის ხელისუფლება, კობახიძის, ივანიშვილის ხელისუფლება, ოღონდ როგორ გვისაღებს, იცით, რომ ამგვარი რამ ბრიტანეთსა თუ ამერიკაში ხდებაო, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, კონტექსტის ვითარების გაუთვალისწინებლად, ასე მაგალითად ქართული ფარა სიტყვით თარგმნეთო რომ ამბობენ ამერიკის შეერთებული შტატების ფარას სუსტი ანალოგიაო ის 38 წელს მიღებული ფარა ჯერ ერთი სხვა კონტექსტშია და სხვაგვარად გამოიყენება, ხოლო ამათთვის ეს არის ინსტრუმენტი, რათა დასაჯონ ქართული ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. ნუცა არ მიწყენს, თქვენს არ მიწყენთ, რომ ამ თემაზე აღარ ჩავისიკლები და ერთ სხვა ფრიად საინტერესო თემაზე გადავალ. დღეს 19 ივნისია, მეგობრებო. 6 წლის წინ ზუსტად 19 ივნისს სიმბოლურია და 6 წლის წინ 19 ივნისს მოხდა, გახსოვთ ყველას, ხო? მოხდა გავრილოვის ღამე. იმ ხანად 6 წლის წინ უკლებლივ ყველა ქართული ოცნების უკლებლივ ყველა წარმომადგენელი ტაშს და ხმამაღლა უკრავდა იმჟამინდელ თავდაცვის კერა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას. გიორგი გახარიამ ოხრა მაგარი ოპერაცია ჩაატარაო, ამბობდნენ სპეცრაზმის უსასტიკეს ქმედებაზე და იმ რეპრესიულ პირველად ამოქმედებულ მანქანა მექანიზმებზე, მეთოდებზე, რომელიც ხსენებულმა სპეცრაზმმა გამოიყენა. გახსოვთ ალბათ პარლამენტში ოდნავ შემაღლებულია შადრეონის ზემოთ, იქ ჩამწკრივებული იყვნენ ეს სპეცრაზმელები და ასე დამიზნებით ესროდნენ დემონსტრანტებს. ესროდნენ პირდაპირი მნიშვნელობით. რა განცხადებაც არ გააკეთა ამის შემდეგ
გიორგი გახარიამ არც ერთი განცხადება არ იყო სრულყოფილად დამაკმაყოფილებელი. სხვა თუ არაფერი მან თითი არ გაიშვირა ბიზინა ივანიშვილისაკენ, რომელსაც შესაძლოა მართლაც ეძინა ცოტა გვიან ღამე. მოხდა ეს დარბევა და შესაძლოა მართლაც ეძინა ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილს, თუმცა გულახდილად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლა რამდენადაც ვიცი ადრე იძინებს 10-ზე 11-ის ნახევარზე მიიღებს რა ყვავის ღვიძლის ნაყენებს გარეულს კატაბალახასა თუ რომელიმე სხვა მცენარეულ ნაყენში არ მგონია 11-ის ნახევარზე 12-ზე პირველი 20 წუთზე მას სცინებოდა, მაგრამ საოცრი სიტყვა ხო ეს სცინებოდა არასწორი სიტყვა არ მგონია რომ ის თვლემდა პირველის ნახევარზე. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. გახარიამ ერთგვარად და ყველა სხვა საკუთარი ინტერვიუსა თუ ჩვენებაში ერთგვარად ხელი მიაფარა ბიზინა ივანიშვილს. თუმცა გეხსოვებათ რომ ზუსტად 6 წლის წინ ასე მაგალითად 20 ივნისს ირაკლი კობახიძე იქნებოდა თუ ირაკლი ღარიბაშვილი. თუ უკლებლივ ყველა ვინც ახლა ქართულ ოცნებაში ან მაშინ იყო ქართულ ოცნებაში და ახლა აღარ არის აშით შეეგება გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას. გამოხდა ხანი მიზეზთა გამო უკვე შემდგომ პრემიერ-მინისტრად გადაყვანილმა დაწინაურებულმა გიორგი გახარიამ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც დატოვა, იქ მელიასთან დაკავშირებული ინციდენტია, გარკვეული უთანხმოება და ასე შემდეგ და ბიზინა ივანიშვილისთვის საძულველესი კაცი გახდა. მოღალატეა გიორგი გახარია, ეს თქვეს ქართული ოცნების ლიდერებმა იმისა და გამო, რომ გახარიამ ქართული ოცნების გუნდი დატოვა. მოღალატეაო, ეს კი არ თქვეს მხოლოდ ნარკომანიაო, ესეც თქვეს. გიორგი გახარია, ბოდიში, იჩხერსო. კი, მაგრამ თუ გიორგი გახარია იჩხერდა, თუ იჩხირავდა, 2019 წელს არ იჩხირავდა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მანამდე, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, არ იჩხირავდა. 2020 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, გეროინსა თუ კოკაინს არ მიიღებდა. არა, გასაკვირველია, ტყუილია საერთოდ ამბავი გიორგი გახარიას ნარკომანობის შესახებ, მაგრამ პროპაგანდამ ესეც კი იკადრა, უარესიც იკადრა ბანერებზე და მე გახარიას არ ვიცავ. ბანერებზე გამოაკლეს სისხლიანი 9 წლის თაობაზე ავატარი მიჯები, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, თუ არ ვცდები, ნიკა მელიაც, იქ ვიღაცა რაღაც და ამ ბანერებზევე მოხვდა გიორგი გახარია როგორც სისხლიანი 9 წლის შემოქმედი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. გაგეცინება კაც, რასაკვირველია, მაგრამ ასეთი არის ბუნება იწრო, აზროვნება იწრო და ბუნება კი ვიწრო ქართული რუსული ოცნებისა. მოკლედ, გიორგი გახარიას რა არ შესტენეს? აი ბოლოს წინაზე შესტენეს ერთი უუცნაურესი ამბავი. საგუშაგო რატო ააშენე სოფელ ჩორჩანაშიო. ჭოგრიტით რატო აკვირდებოდნენ პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მომხდურ რუსო. ეს რომ გააკეთეს, სწორედ ამიტომ მოახდინა ოკუპაცია რუსეთის ფედერაციამ. სიგიჟის ზღვარს მიღმა კამპანია დაწყებული გიორგი გახარიას წინააღმდეგ. მე ვიფიქრია იმაზე, რომ კონკრეტულად ჩორჩანასთან დაკავშირებით ედავებიან რა, უტევენ რა გიორგი გახარიას, ის შეიძლება ამის გამო დაიჭირონ. თუმცა არსებობს ალტერნატიული ვერსიაც იმის თაობაზე, რომ არც დაიჭერენ გიორგი გახარიას, უბრალოდ ამ სოფელ ჩორჩანას თავის ტყის მასივიანა უფეშქაშებენ, გადასცემენ რუსეთს, იმიტომ რომ ესენი ხო რუსების პარტნიორები, რუსების მეგობრები არიან. მაგრამ მიუბრუნდეთ 19 ივნისის ამბავს და ვთქვათ შემდეგი. 19 ივნისის 6 წლის წინ გიორგი გახარიამ უზარმაზარი შეცნობა დაუშვა. უზარმაზარი შეცნობა კი არ დაუშვა. გიორგი გახარიამ პრაქტიკულად გოდიში არა გახარიას წარმომადგენელი არ ყოფილა ჩემი მეუღლეა, რომელსაც რაღაცა მომწერა რაზე ნერვიულობ და მე უპასუხე რომ არც არაფერზე არ ნერვიულობ, ჩემო ძვირფასობით კი უბრალოდ უნდა გამეცა პასუხი რომ ემად მეორე ტელეფონზე არ შემოვლისიყო ზარი და კიდე უფრო მეტად უხერხული ვითარება არ შექმნილიყო. მოკლედ 19 კი არა 6 წლის წინ 19 ივნისს გიორგი გახარიამ დაარბია და ჩემი რწმენით ბიზინა ივანიშვილის ბრძანებით და ანზორ ჩუბინიძის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია. ეს არის უტყუარი ამბავი. იმხანად
ქართული რუსული ოცნება მიესალმა ამ დარბევას. თქვა რომ აი სახელმწიფომ ივარგაო, აი სახელმწიფო თავის ადგილზე დადგაო, აი სახელმწიფო რა კარგად ქმედებსო, ყოჩახ გახარიასთან როგორ თქვა კობახიძემ, ყველა ბუზი ბზუისო და გახარიასთან ყველა ბუზი რომელიც ბზუისო, გახარიასთან ყველა ყოისო. ტოჟემნე ხა ანდაზების მწოდნე. ირაკლია რუსი კობახიძე ჰიბრიდული იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. გამოხდა ხანი 6 წელი და გახარია უკვე აღარ ევასებათ. და გარდა იმისა რომ ედავებიან ჩორჩანის ამბავს, გარდა იმისა რომ აღარ ედავებიან, მაგრამ ედავებოდნენ გეროინი გიყვარს შენ და კაკაინიო, ესე ლაპარაკობდნენ მართლა კი არ ვაჭარბებ, კაკაინი გიყვარს, კოკაინსაც არ ამბობდნენ, კაკაინი გევასებაო, ხო? ოღონდ კალაძემ ხმა ჩაიგდო დებატების დროს, ეგ რა მაგის პასუხია მაგ ნაწილში. და ასე შემდეგ უცებ ამათმა თქვეს შემდეგი რამ. გასაგიჟებელი ამბავია, უნდა გვარი მოვძებნო, გვარი კი მახსოვს პრინციპში, მაგრამ ჭელიზია გვარად, მაგრამ თუ ამ ნიუსს წავაწყდი, ეს ისევ რაჟდენაზეა. ძალიან მაგარი კაცია. რაჟდენიკო გობრაშვილი. ვახ რატო არ ჩანს? არ ჩანს. გამოჩნდება ალბათ თუ ეს პარალელურად და მოვახერხებ და მივსკროლავ, ხო? ეს არის შესაძლოა რომელიმე სიუჟეტშია ჩასმული და ეს ცალკე არაა გამოტანილი ფორმულას. მოკლედ მამუკა ბახტაძის სახელი არ მახსოვს, როგორი კი ნამდვილად მახსოვს. მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად რომ მუშაობდა იმ კაცის. ცოტნე ივანიშვილის მეგობარი როა, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვა. მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი ვინმე ჭელიძე გამოდის და ამბობს, ბოდიში რა, აი მართლა დაგუგულა უმალს ჯობს, იმიტომ რომ რას ამბობს, ზუსტად იქნება და მოვნახოთ. მე კი მახსოვს, მაგრამ მაინც ჭელიძე გახარი, ალბათ ესე ჯობია, ხო? არ ვიცი, სწორებს ერჩავ. ვერ ვნახულობ, ბოდიში. მოკლედ ჭელიძემ თქვა ამგვარი რამე, შინაარსი ეს არის, რომ როგორია, მამუკა ბახტაძის საქმის კურსში არ იყო შინაარსი ეს არის და თვითნებურად აღმართ-გამართ, მიმართ-მომართა. რა ქვია იმას? გიორგი გახარიამ ეს საგუშაგო მეგობრებო, რა საოცარი ამბავია. სამწუხაროდ ეს არის რომ ეს ამბავია. მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი, ჟურნალისტი, რომელსაც ხელი გაარტყა პოლიციელს, ბოდის ვიხდი ტრამპი, გიორგი კავიზთან ერთად ვიცავთ მედიას მერე უკვე, შესანიშნავი სიუჟეტი, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, ჩემი მეგობრის თამარ დუცობიზის ჩართვა მაღალი ალბათობით ბრიუსელიდან, ისევ ედიშერა ჭელიძე, ედიშერა ხო? უგასწრებად რაჟდენა ჭელიძე, ედიშერას რასვეთში, გიორგი ახობაძის თემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები, მზია გმირი ამაღლობელი, ახალგაზრდა გოგო, რომლის დედაც წაიყვანეს სასამართლოდან, საშინელი ამბავია და უბრალოდ ვერ ვახერხებთ ამის თაობაზე თქმას, კი ორი სიტყვისა, ისევ ახობაძე, ზვიად ქორიძე, ელენე ხოშტარია და უჯარიმებიათ და ასე შემდეგ. მოკლედ ამბავი ჭელიძე კი არ არის აქ მნიშვნელოვანი, ამბავი არის ის, რომ ამ ტიპებმა უარყვეს ტიპი, რომელიც მათი თანაგუნდელი იყო, რომელსაც აქებდნენ დიდ ამბებს უძღვიდნენ და აჩიკოთარაგვაზე ლამის ლექსებსაც კი უწერდა. გაივლის კიდევ 6 წელი. დადგება 2031 წლის 19 ივნისი და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგომი რუსის აგენტი ირაკლი კობახიძე აღარავის აღარ გაახსენდება. აღარავის მათი, კი არა, მისი დღევანდელი თანაგუნდელებიდან. აი ის 25 დაახლოებით ყოფილი მაჟორიტარი, ახლა კი მინი ოლიგარქი, რომლებმაც ბევრი ფული დაღაფეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გაგსუდდნენ ისინი. და არა მხოლოდ ისინი, სხვებიც და სხვებიც, ასე მაგალითად რაჟდენიკო კუპრაშვილი პრემიერ-მინისტრს
პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძეზე იტყვიან, რაც მან გააკეთა 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, როცა დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, ეს იყო სრული კატასტროფა. ხო, ბოდიშ ვიხდი იმ ჭელიძის ჩვენებაში წულუკიანის კომისიაზე იყო, ვარ დამავიწყდეს ბანდიტი წულუკიანის კომისიაზე, ის ფიგურირებს, რომ თითქოს გერმანიის ყოფილმა ელჩმა გასცა ბრძანება ყურში უჩურჩულა გიორგი გახარიას დემონსტრაციის დარბების თაობაზე. სიგიჟე ხდებით? გერმანიის ყოფილმა ელჩმა გერმანულ ენაზე უთხრა გიორგი გახარიას შენ დაარბიე დემონსტრაცია თუ მიტინგიო. Deep State-ი გვებძოდა 2019 წელს უბრალოდ Deep State-ს გაუგორეს რა ამათმა რა გახარია ხო დანიშნეს ბიზინაა პასუხისმგებელი გახარიას დანიშნოზე და არა არარსებული ამორფული მოგონილი Deep State ეწოდებული Deep State 21 წელი რო დადგება კობახიძეს ზურგში ჩასცემენ დანას რაჟდენ კუპრაშვილები ერთი კონკრეტული კი არა კოლექტიური სახელია ყველა იმ მოღალატისა რომელსაც პრინციპები არ ჰქონია არ აქვს და არ ექნება ვინც ოდესღაც მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავდა მერე მიეტენ მოეტენა ბიზინა ივანიშვილს და მერე მიეტენ მოეტენება უკლებლივ ყველას ვისთანაც ვისაც ძალაუფლების კვერთხი ეპყრება ექნება ხელთ რაჟდენ კუპრაშვილები ამგვარები არიან მომავალი ხელისუფლება როდის მოვაო ვინმე მკითხავს ადრე თუ გვიან ხომ მოვა მეგობრებო 24-ში, კი არა 25-ში არა 26-ში, 27-ში, 28-ში, 32-ში ხომოვა. და უკლებლივ ყველა ხელისუფალი ზუსტად ისეთი მომავალი ხელისუფალი ისევე იქნება პასუხისმგებელი. არა მხოლოდ 32 წელს მიმდინარე პროცესებზე განვითარებულ მოვლენებზე, არამედ მათ შორის წარსულზეც თუ შეიზელენ ესენი ეს უნდა ვიხმარობას ხმარა თუ მიიტენიან ესენი ამ დღევანდელი რეჟიმის ყურმოჭრილ მსახურებს, დიახ, ყურმოჭრილ მსახურებს, უპრინციპოებს და უგულოებს, რომლებსაც ღირებულებები, როგორც ასეთი არ გააჩნიათ, ოღონდაც კი კომფორტულად იყვნენ და უკლებლივ ყველაფერზე წავლენ, აბარას იზავენ. აი ამგვარი საქართველო აღარ უნდა არსებობდეს, არც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარიასი, რომელიც იტენიდა ვიღაც ტიპებს. არც ყოფილი, თუ არ ვიცი როგორ იღამელიღაც ყოფილი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილებსაც თავზე ხელს უსვამდა, ისინი ხომ მას მხოლოდ აამებდნენ ხოლმე. მიეტენებოდნენ ისევ ამ სიტყვას ვიხმარ, ოღონდაც კი თავად ყოფილიყვნენ კარგად. არც ღარიბაშვილისა, კობახიძისა, ივანიშვილისა, სხვებისა. და უნდა შედგეს არა მე წინააღმდეგი ვარ მაინც და მაინც ნიუნბერგის პროცესი ქუთაისის პროცესი დავარქვათ თუ საჩხერის პროცესი დავარქვათ საჩხერის პროცესი კი მომხრე კი არა ვარ მაგრამ ისინი კი ნამდვილად უნდა გასამართლენ მოსამართლეები უნდა გასამართლდნენ პროპაგანდისტები რუსეთის სამსახურში მყოფები უნდა გასამართლდნენ უშუალოდ ბიზინა კობახიძე პაპუაშვილი დინარაძე სხვები უნდა გასამართლდნენ რაჟდენ კუპრაშვილი თუ წავა სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა გასამართლდეს რასაკვირველია, მაგრამ ყველას ვერ დაერევი. მაგრამ ვისაც ვერ დაერევი და არც უნდა დაერიო მეთქი. ვისაც ვერ დაერევი. ისინი კი არ უნდა შეიზილო, სხვა სიტყვას ვერ ხმარობ. შეიკოჰაბიტაციო, შეისისხლო, არა სწორი სიტყვა. შემოიყვანო შენს წიაღში. არ უნდა ქნა ეს. ვინ თქვა აბა პატარა ვიქტორინა მოვაწყოთ ვინც პირველი მეტყვის პასუხს სწორ პასუხს მე მას ვაჩუქებ პატარა საჩუქარი მეკნება მოკლედ აბა ვისი სიტყვები ოღონდ პირველი კომენტარი ვისის გაჩნდება მას ტელეფონის მიაწერეს უბრალოდ რომ ადვილად მოგაგდოთ სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი პირველი ვინც იქნება არ მიწყინოთ სწორედ მას დავურეკავ ტელეფონი მიაწერეთ ოღონდ და გადავცემ ამ კვირაში ალბათ ვერ იმ კვირის დასაწყისში გადავცემ პატარა საჩუქარს სჯობს რაჟდენა კუპრაშვილობას ასე ვიტყვი ან ნინო იაწილოს სანობას
ან როგორია? აი მე მეშინია. მარიამ ლაშხობას. თავისუფლების ზებნაში მკვდარი. მომწერეთ ვისი სიტყვებია სჯობს მონობაში გადადიკაცებულს თავისუფლების ზევნაში მკვდარი, პირველი ვინც მომწერს და ტელეფონის ნომერს მიაწერს თავისას, აუცილებლად დაუკავშირდები ამ დღეებში, ან მე ან ჩემი პროდიუსერი და გადავცემთ პატარა საჩუქარ უკას. ნახვამდის.